ბოლო წუთამდე ვიფიქრე, რომ ეს უბრალოდ შეკრება იყო, ამბობს ყოფილი დის ოფიცერი, ხელები 30 წლის შემდეგაც კი უცახცახებს. მაგრამ როცა სტალინმა თქვა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი მათ შესახებ, ვისთან სძინავთ, რას ლაპარაკობენ ბალიშზე, რას ფიქრობენ ღამის 2 საათზე, მივხვდი, ეს აღარ იყო პოლიტიკა. ეს იყო პირადი შურისძიება, რომელიც სისტემად იქცა. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? რატომ ინახავდა ამ საიდუმლოს 25 წლის განმავლობაში? რა მოხდა 1922 წლის ნოემბრის 19-ს, რომელმაც შეცვალა მთელი საბჭოთა ელიტის ცხოვრება? დღეს, პირველად, სამი ყოფილი დის თანამშრომელი საუბრობს იმ საიდუმლო სისტემაზე, რომელიც აკონტროლებდა პარტიის ლიდერების საწოლებს, მათ ოჯახებს, მათ ყველაზე ინტიმურ მომენტებს. მათი ამბები შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით, რომ იცოდით სტალინის მმართველობის შესახებ. 1922 წლის ნოემბრის 18. კრემლის კედლებს მიღმა. პატარა ბინაში 42 წლის ქალი წევს სისხლის ლაქში. მისი სახელია ნადეჟდა ალილუევა, იოსებ სტალინის მეორე ცოლი. ხელში პისტოლეტი, გულში ტყვია. ოფიციალური ვერსია, გულის შეტევა. რეალობა, თვითმკვლელობა, რომელიც გახდა მთელი იმპერიის ბედისწერა. მაგრამ რატომ? რა მოხდა იმ საღამოს, რომელმაც აიძულა ახალგაზრდა ქალი, 2 შვილის დედა, მიიღო ასეთი საშინელი გადაწყვეტილება? სტალინი შეიცვალა იმ ღამის შემდეგ, იხსენებს ვიაჩესლავ მოლოტოვის ყოფილი მდივანი. მანამდე ის იყო მკაცრი, მაგრამ პროგნოზირებადი. ნადეჟდას სიკვდილის შემდეგ გახდა პარანოიდული. განსაკუთრებით ქალების მიმართ. განსაკუთრებით ოჯახური ცხოვრების საკითხებში. რა კავშირი აქვს ერთი ქალის ტრაგედიას მთელი პარტიის კონტროლთან? როგორ გახდა პირადი ტკივილი პოლიტიკური იარაღი? პირველი ნიშნები გამოჩნდა 1923 წელს. ის სპეციალურმა განყოფილებამ მიიღო უჩვეულო დავალება, შექმნან დოსიეები პოლიტბიუროს წევრების ცოლებზე. არა მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე, არა. მათ პირად ცხოვრებაზე. ვისთან ხვდებიან? რას ლაპარაკობენ? ვის უჩივიან? ვისთან ფლირტავენ წვეულებებზე? ჩვენ უნდა გვეცოდინა ყველაფერი, წერდა სტალინი თავის მოადგილეს. ქალი, რომელიც ღალატობს ქმარს, ღალატობს პარტიას. ეს არ იყო უბრალოდ პარანოია. ეს იყო სისტემა. სპეციალური აგენტები დაინიშნებოდნენ თითოეული მაღალჩინოსნის ოჯახში. მოსამსახურეები, მძღოლები, ექიმები, ყველა ისინი აგზავნიდნენ ანგარიშებს პირდაპირ ლუბიანკაში. ანგარიშები, რომლებიც აღწერდნენ ყველაფერს საწოლში ჩხუბებიდან დაწყებული, სასადილო მაგიდასთან საუბრებით დამთავრებული. ჩვენ ვაკონტროლებდით არა მხოლოდ რას ამბობდნენ ისინი საჯაროდ. აღიარებს ყოფილი აგენტი. ჩვენ ვაკონტროლებდით რას ფიქრობდნენ ისინი პირადად. მაგრამ რატომ? რატომ სჭირდებოდა სტალინს ამდენი ინფორმაცია თავისი უახლოესი თანამშრომლების პირადი ცხოვრების შესახებ? პასუხი მდებარეობს ნადეჟდას სიკვდილის გარემოებებში. იმ საღამოს, ნოემბრის 18-ს ისინი ჩხუბობდნენ. მიზეზი? სტალინი ფლირტავდა სხვა ქალთან წვეულებაზე. ნადეჟდა აპროტესტებდა. ის უპასუხა უხეშად, საჯაროდ. მან დატოვა წვეულება. რამდენიმე საათში იგი მკვდარი იყო. სტალინი არასოდეს აღიარებდა თავის ბრალს. მაგრამ მან იცოდა, ნადეჟდა არ იყო მხოლოდ მისი ცოლი. იგი იყო მისი თვალი პარტიის შიგნით. იგი უყვებოდა მას, რას ლაპარაკობდნენ სხვა ლიდერების ცოლები. ვინ იყო უკმაყოფილო? ვინ აკრიტიკებდა რეჟიმს კერძოდ? მისი სიკვდილით სტალინმა დაკარგა არა მხოლოდ ცოლი, დაკარგა ინფორმაციის წყარო. და ეს იყო მისთვის მიუღებელი. 1 კვირის შემდეგ დაიწყო ჩხრეკები. იხსენებს ყოფილი დის ოფიცერი. არა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების, არა. პარტიის ლიდერების ცოლების. ჩვენ ვეძებდით წერილებს, დღიურებს, ნებისმიერ მტკიცებულებას პირადი კავშირების შესახებ. რას ეძებდნენ ისინი? რა შეეშინდა სტალინს ამდენად, რომ დაიწყო საკუთარი ელიტის ოჯახების ჩხრეკა? პასუხი მოვიდა 1924 წლის იანვარში. მიპოვა წერილები სერგეი კიროვის ცოლის მარიას საიდუმლო კორესპონდენცია ერთ ახალგაზრდა პარტიულ მუშაკთან. არაფერი სერიოზული, უბრალოდ ფლირტი. მაგრამ სტალინისთვის ეს იყო საკმარისი. როცა ქალი ეძებს ყურადღებას სხვა მამაკაცისგან, თქვა მან პოლიტბიუროს ხდომაზე, ეს ნიშნავს, რომ მისი ქმარი კარგავს კონტროლს. ხოლო მამაკაცი, რომელიც კარგავს კონტროლს საკუთარ ოჯახზე, ვერ აკონტროლებს რეგიონს.
ეს იყო ახალი ლოგიკა. პირადი ცხოვრება გახდა პოლიტიკური ლოიალობის ინდიკატორი. ქმრის ღალატი ნიშნავს სისუსტეს. ცოლის ღალატი ნიშნავს ოჯახში ანარქიას. ანარქია ოჯახში ნიშნავს პოტენციურ ანარქიას სახელმწიფოში. სტალინი ხედავდა კავშირებს იქ, სადაც არავინ სხვა ხედავდა, ამბობს ისტორიკოსი, რომელმაც შეისწავლა ის არქივები. მისთვის ყველაფერი იყო დაკავშირებული. ყველაფერი იყო პოლიტიკა. მარიას შემთხვევა გახდა პირველი. მაგრამ არა ბოლო. 1925 წელს დააპატიმრეს ანასტასია მიკოიანის ცოლის და, რომელიც ბრალდებული იყო ანტისაბჭოთა აგიტაციაში. რეალური დანაშაული? მან უთხრა მეგობარს, რომ სტალინი პასუხისმგებელია ნადეჟდას სიკვდილზე. ერთი წინადადება. ერთი პირადი აზრი. 10 წელი ლაგერში. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არ იყო სამართლიანი, აღიარებს ყოფილი გამომძიებელი. მაგრამ ბრძანება მოდიოდა უშუალოდ სტალინისგან. და ბრძანება იყო მკაფიო, ქალები, რომლებიც ლაპარაკობენ ზედმეტს, უნდა ისწავლონ დუმილი. როგორ შეეძლოთ მათ უარი ეთქვათ? როგორ შეეძლოთ დაეცვათ ქალები, რომლებიც იყვნენ მათი ბოსების ცოლები, დები, ქალიშვილები? სისტემა ფუნქციონირებდა მარტივად და საშინლად. თითოეულ მაღალ ჩინოსანს ჰყავდა პირადი კურატორიდან. ეს ადამიანი არ აკონტროლებდა მხოლოდ თავად ლიდერს, აკონტროლებდა მთელ მის ოჯახს. ცოლს, შვილებს, ახლო ნათესავებს. ყოველ კვირას კურატორი აგზავნიდა ანგარიშს, ვის ესტუმრნენ, რა წიგნები წაიკითხეს, რა საუბრები გამართეს. ეს იყო ციხე, ამბობს ერთ-ერთი გადარჩენილი. მაგრამ ციხე, სადაც პატიმრები არ იცოდნენ, რომ პატიმრები იყვნენ. ყველაზე საშინელი იყო ის, რომ თავად ლიდერები იყვნენ თანამონაწილეები. სტალინმა მათ აიძულა მიეწოდებინათ ინფორმაცია ერთმანეთის შესახებ. თუ შენი ცოლი რაიმეს ამბობს ჩემი ცოლის შესახებ, უთხრა მან მოლოტოვს, მე უნდა ვიცოდე. თუ შენი და ლაპარაკობს სხვა ლიდერების ოჯახებთან, მე უნდა ვიცოდე. ეს არის ლოიალობა. როგორ შეეძლოთ მათ უარი ეთქვათ? როგორ შეეძლოთ დაეცვათ საკუთარი ოჯახები, როცა თავად სტალინი მოითხოვდა ამას? 1926 წელს სისტემა გახდა კიდევ უფრო რთული. შექმნა სპეციალური განყოფილება ნომერ 42. მისი ოფიციალური სახელწოდება პარტიული კადრების პირადი უსაფრთხოების განყოფილება. რეალური ფუნქცია პარტიის ელიტის პირადი ცხოვრების მთლიანი კონტროლი. ამ განყოფილებას ჰყავდა 230-ზე მეტი აგენტი. თითოეული სპეციალიზირებული იყო კონკრეტულ ოჯახზე. ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, ამბობს ყოფილი აგენტი, რომელიც მუშაობდა ამ განყოფილებაში. ვიცოდით, რომელ საათზე იძინებდნენ. რას ჭამდნენ საუზმეზე. რას ლაპარაკობდნენ საწოლში. ჩვენ გვქონდა მიკროფონები მათ ბინებში, მათ მანქანებში, მათ დაჩებში. არაფერი იყო პირადი. არაფერი იყო საიდუმლო. როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც იცოდნენ, რომ მათ ყოველთვის უსმენდნენ? როგორ ინარჩუნებდნენ ისინი ნებისმიერ ინტიმურობას? ნებისმიერ პირად სივრცეს? პასუხი მარტივია, არ ინარჩუნებდნენ. პარტიის ელიტის ოჯახები გახდნენ თეატრალური სპექტაკლები. ყველაფერი იყო როლი. ყველა სიტყვა იყო გათვლილი. ჩვენ ვსწავლობდით ცხოვრებას ორ დონეზე, იხსენებს ერთ-ერთი გადარჩენილი. იყო ის, რასაც ვამბობდით ხმამაღლა. და იყო ის, რასაც ვფიქრობდით ჩუმად. მაგრამ თუნდაც ფიქრებში უნდა გვეფრთხილებინა, რადგან არასოდეს იცოდი, როდის შეცდებოდი და თქვიდი ხმამაღლა იმას, რაც უნდა დარჩენილიყო ფიქრში. ყველაზე საშინელი იყო ის, რომ სისტემა მუშაობდა. 1927 წლიდან 1929 წლამდე, დიდი ტერორის პერიოდში, ასობით პარტიული ლიდერი დააპატიმრეს. მათგან ბევრის დაპატიმრება დაიწყო არა მათი პოლიტიკური შეხედულებებიდან, არამედ მათი ცოლების ბრალეულობიდან. პირველ რიგში აპატიმრებდნენ ქალს, ხსნის ისტორიკოსი. შემდეგ ქმარს აძლევდნენ არჩევანს, განქორწინდი და დარჩი თავისუფალი. ან დარჩი ერთგული და გაყევი მას ციხეში. უმეტესობა ირჩევდა პირველს. ეს იყო გენიალური სისტემა კონტროლისა. სტალინი არ ანადგურებდა თავის ელიტას პირდაპირ. ის აძლევდა მათ არჩევანს. და ამ არჩევანში ისინი თავად ანადგურებდნენ საკუთარ ოჯახებს. ყველაზე საშინელი არ იყო დაპატიმრება, ამბობს გადარჩენილი. ყველაზე საშინელი იყო ის, რომ შენი საკუთარი ქმარი, ადამიანი, რომელსაც უყვარდი, ირჩევდა კარიერას შენზე.
ირჩევდა სტალინს შენზე. ირჩევდა სისტემას საკუთარ ოჯახზე. მაგრამ რატომ? რატომ ირჩევდნენ ისინი ასე? რა აიძულებდა მათ მიეტოვებინათ საკუთარი ცოლები, დები, დედები? პასუხი მდებარეობს სტალინის გენიალურ გაგებაში ადამიანური ფსიქოლოგიისა. ის იცოდა, ადამიანები შიშობენ არა მხოლოდ საკუთარი სიკვდილის. ისინი შიშობენ სოციალური სიკვდილის. ისინი შიშობენ დაკარგონ სტატუსი, ძალაუფლება, პატივი. და სტალინი იყენებდა ამ შიშს. თუ შენ დარჩებოდი ერთგული ცოლისადმი, რომელიც გამოცხადდა ხალხის მტრად, ხსნის ფსიქოლოგი, რომელმაც შეისწავლა ეს პერიოდი, შენც გახდებოდი ეჭვქვეშმყოფი. შენი კარიერა დასრულდებოდა. შენი შვილები არ მიიღებდნენ განათლებას. შენი მეგობრები მოგერიდებოდნენ. შენ გახდებოდი სოციალური მოკვდავი. ეს იყო არჩევანი, ოჯახი ან ყველაფერი სხვა. და უმეტესობა ირჩევდა ყველაფერს სხვას. ყველაზე ცნობილი შემთხვევა იყო ვიაჩესლავ მოლოტოვის ცოლის, პოლინა ჟემჩუჟინას დაპატიმრება. 1948 წელს მას დააპატიმრეს ციონისტური შეთქმულების ბრალდებით. რეალური მიზეზი? მან გაბედა დაეცვა ებრაელი ექიმები, რომლებსაც სტალინი ადანაშაულებდა. მოლოტოვმა, სტალინის უახლოესმა თანამშრომელმა, ხმა არ აიღო. მან განქორწინდა. მან გააგრძელა მუშაობა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მოლოტოვი იყო იდეალური მაგალითი, ამბობს ისტორიკოსი. ის აჩვენებდა სხვებს, რა უნდა გაეკეთებინათ. თუ თვით მოლოტოვს, სტალინის უახლოეს ადამიანს, შეეძლო მიეტოვებინა ცოლი, მაშინ ყველას შეეძლო. ეს იყო გზავნილი მთელი ელიტისთვის, არავინ არის გამონაკლისი. არავინ არის დაცული. თუნდაც შენი ოჯახი. მაგრამ რა ხდებოდა იმ ქალებთან, რომლებიც დააპატიმრეს? სად მიდიოდნენ ისინი? რას განიცდიდნენ? ის არქივები ინახავს საშინელ დეტალებს. პოლინა ჟემჩუჟინა გაატარეს 5 წელი მარტოობით საკანში. არა ჩვეულებრივ ციხეში, სპეციალურ იზოლატორში, სადაც ინახავდნენ განსაკუთრებულ პატიმრებს. მას არ ჰქონდა კონტაქტი სხვა პატიმრებთან. არ ჰქონდა წიგნები. არ ჰქონდა წერილები. მხოლოდ 4 კედელი და დუმილი. ეს იყო ფსიქოლოგიური წამება, ხსნის ფსიქიატრი, რომელმაც შეისწავლა გადარჩენილთა ჩვენებები. მთლიანი იზოლაცია ადამიანის ფსიქიკას ანადგურებს უფრო ეფექტურად, ვიდრე ფიზიკური წამება. შენ კარგ აუგრძნობას დროისა. კარგ აუგრძნობას საკუთარი იდენტობისა. იწყებ ეჩვის შეტანას, იყო თუ არა რეალური შენი წინა ცხოვრება. იყო თუ არა რეალური შენი ოჯახი. როგორ გადარჩებოდნენ ეს ქალები? რა აძლევდა მათ ძალას გაეგრძელებინათ? პასუხი მოულოდნელია. ბევრი მათგანი გადარჩა იმიტომ, რომ ისინი აგრძელებდნენ რწმენას სისტემაში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იყო შეცდომა, ამბობს ერთ-ერთი გადარჩენილი. ვფიქრობდით, რომ სტალინი არ იცოდა რა ხდებოდა. რომ ეს იყო ის თვითნებობა. ვფიქრობდით, რომ თუ მხოლოდ შეგვეძლო მასთან მისვლა, ყველაფერი გამოსწორდებოდა. ეს იყო ყველაზე საშინელი ილუზია, რწმენა, რომ სისტემა, რომელიც განადგურებდა მათ, იყო სამართლიანი. სტალინი იყენებდა ამ ილუზიას. ის პერიოდულად ათავისუფლებდა ზოგიერთ პატიმარს. არა იმიტომ, რომ ისინი უდანაშაულო იყვნენ, არამედ იმისთვის, რომ აჩვენოს, სისტემა მუშაობს. შეცდომები გამოსწორდება. სამართლიანობა აღდგება. ეს იყო თეატრი, ამბობს ისტორიკოსი. სტალინი იყო რეჟისორი, რომელიც აკონტროლებდა ყველა როლს. ის გადაწყვეტდა, ვინ დააპატიმრონ, ვინ გაათავისუფლონ, ვინ მოკლან. და ყველა ეს გადაწყვეტილება იყო გათვლილი მაქსიმალური ფსიქოლოგიური ეფექტისთვის. 1929 წლის მარტში, დიდი ტერორის დასასრულს. ის არქივებში იყო დოსიეები 230-ზე მეტ პარტიული ლიდერის ცოლზე. მათგან 182 დააპატიმრეს. 55 გაასამართლეს. 29 მოკლეს. დანარჩენები გაგზავნეს ლაგერებში ან გადასახლებაში. ეს იყო ფემიციდი, ამბობს თანამედროვე ისტორიკოსი. სისტემატური განადგურება ქალებისა, რომლებიც იყვნენ ძალიან ახლოს ძალაუფლებასთან. რომლებიც იცოდნენ ძალიან ბევრი. რომლებიც შეეძლოთ ზეგავლენა მოეხდინათ თავიანთ ქმრებზე. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ძალაუფლების საკითხი. ეს იყო პირადი. სტალინი არასოდეს გადალახა ნადეჟდას სიკვდილი.
ის არასოდეს აღიარა თავისი როლი მის თვითმკვლელობაში. მაგრამ ის ასჯიდა სხვა ქალებს იმისთვის, რასაც ის თვლიდა ნადეჟდას ღალატად. სტალინი ხედავდა ნადეჟდას ყველა ქალში, რომელიც გაბედა ეწინააღმდეგა თავის ქმარს, ხსნის ფსიქოლოგი. ყველა ქალი, რომელიც გამოხატავდა დამოუკიდებელ აზრს, იყო მისთვის ნადეჟდას ხელახალი განსახიერება. და ის ასჯიდა მათ ისე, როგორც ვერ დასჯა ნადეჟდას, რადგან ნადეჟდამ დასაჯა საკუთარი თავი. ეს იყო ციკლი ძალადობისა, რომელიც იკვებებოდა საკუთარი თავით. სტალინის პირადი ტრაგედია გახდა პოლიტიკური ინსტრუმენტი. პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდა სოციალური კონტროლის სისტემა. სოციალური კონტროლის სისტემა გახდა ტერორის მანქანა. და ტერორის მანქანა ანადგურებდა ათასობით ადამიანს, უმეტესწილად ქალებს, რომლებიც იყვნენ არასწორ ადგილზე არასწორ დროს. მაგრამ რა ხდებოდა იმ ქალებთან, რომლებმაც გადარჩეს? როგორ ცხოვრობდნენ ისინი სტალინის სიკვდილის შემდეგ? პოლინა ჟემჩუჟინა გაათავისუფლეს 1959 წელს, სტალინის სიკვდილიდან რამდენიმე თვეში. მან დაუბრუნდა მოლოტოვს. ისინი ცხოვრობდნენ ერთად კიდევ 30 წელს. მაგრამ მათი ქორწინება აღარასოდეს იყო იგივე. ისინი იყვნენ უცხოები, რომლებიც იზიარებდნენ ერთ სახლს, ამბობს მათი ნათესავი. პოლინა არასოდეს აპატია მოლოტოვს. მაგრამ ის არასოდეს დაივიწყა. რომ მან არ დაიცვა იგი. ეს იყო სტალინის სისტემის ბოლო გამარჯვება. თუნდაც სიკვდილის შემდეგ, თუნდაც ტერორის დასრულების შემდეგ, მისი კონტროლი აგრძელებდა არსებობას. ის ანადგურებდა არა მხოლოდ ადამიანებს, ის ანადგურებდა ურთიერთობებს. ის ანადგურებდა ნდობას. ის ანადგურებდა სიყვარულს. ყველაზე საშინელი არ იყო ის, რაც მოხდა ციხეებში, ამბობს გადარჩენილი. ყველაზე საშინელი იყო ის, რაც მოხდა ჩვენს გულებში. ჩვენ დავკარგეთ უნარი ენდოთ. დავკარგეთ უნარი გვეყვარა. დავკარგეთ უნარი ვიყოთ ადამიანები. მაგრამ როგორ მუშაობდა ეს სისტემა ყოველდღიურად? როგორ აკონტროლებდა ასობით ოჯახს ერთდროულად? რა ტექნოლოგიები იყენებდნენ ისინი იმ დროს, როცა არ არსებობდა თანამედროვე სათვალთვალო აპარატურა? პასუხები მდებარეობს არქივებში, რომლებიც გაიხსნა მხოლოდ 1990-იან წლებში. და ეს პასუხები უფრო საშინელია, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. წარმოიდგინეთ საიდუმლო დოსიე, რომელსაც აქვს კოდი ობიექტი ნომერი 42 დახრილი ხაზი. ეს არ არის ჯაშუშური რომანი. ეს არის რეალური დოკუმენტი ის არქივიდან. ობიექტი ნიშნავს ადამიანს. ნომერი 42 ნიშნავს პოლიტბიუროს წევრის ოჯახს. დახრილი ხაზი ნიშნავს ცოლს. 1925 წლიდან 1959 წლამდე შექმნა 2530-ზე მეტი ასეთი დოსიე. თითოეული შეიცავდა ყველაფერს სამედიცინო ისტორიიდან დაწყებული საყვარელ-საკვებამდე საწოლში საუბრებით დამთავრებული. რატომ სჭირდებოდათ ამდენი დეტალი? რას აპირებდნენ ისინი ამ ინფორმაციით? და ყველაზე მთავარი, ვინ კითხულობდა ამ დოსიეებს ყოველღამე თავის კაბინეტში კრემლში? სისტემა იყო უფრო რთული, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, ამბობს ყოფილი დის ოფიცერი, რომელიც მუშაობდა განყოფილება ნომერ 42-ში. ჩვენ არ ვაკონტროლებდით უბრალოდ ადამიანებს. ჩვენ ვაკონტროლებდით ურთიერთობებს. ყოველ კავშირს ორ ადამიანს შორის ჩვენ ვანიჭებდით კოდს. ყოველ საუბარს ვანიჭებდით კატეგორიას. ყოველ ემოციას ვანიჭებდით ნომერს. ეს იყო მცდელობა გადაექციათ ადამიანური ურთიერთობები მათემატიკურ ფორმულებად. და ეს მუშაობდა. დოსიეები იყო დაყოფილი 6 კატეგორიად. კატეგორია A ოფიციალური საჯარო ქცევა. კატეგორია B პირადი საუბრები სახლში. კატეგორია X საიდუმლო შეხვედრები. კატეგორია D ინტიმური ურთიერთობები. კატეგორია E სამედიცინო ინფორმაცია. კატეგორია V ფსიქოლოგიური პროფილი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კატეგორიას D ხსნის ყოფილი აგენტი. რადგან სწორედ საწოლში ადამიანები ყველაზე მეტად ამბობდნენ სიმართლეს. სწორედ იქ ისინი ყველაზე დაუცველები იყვნენ. როგორ აგროვებდნენ ისინი ინფორმაციას კატეგორიაზეთვის? პასუხი საშინელია. 1925 წლიდან დაიწყო სპეციალური მიკროფონების დამონტაჟება პარტიული ლიდერების საძინებლებში. არაჩვეულებრივი მიკროფონები, სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც იყო ჩაშენებული კედლებში, ავეჯში, თუნდაც საწოლის ჩარჩოებში.
ტექნოლოგია იყო პრიმიტიული დღევანდელი სტანდარტებით, ამბობს ტექნიკური ექსპერტი, რომელმაც შეისწავლა ეს მოწყობილობები. მაგრამ ის იყო საკმარისად ეფექტური იმისთვის, რომ ჩაეწერა ყველაფერი, რასაც ადამიანები ამბობდნენ საკუთარ საძინებლებში. ჩანაწერები ინახებოდა სპეციალურ საცავში ლუბიანკაში. ყოველ დილას, 9 საათზე. 3 ოფიცერი იკრიბებოდა პატარა ოთახში და უსმენდა წინა ღამის ჩანაწერებს. ისინი აკეთებდნენ შენიშვნებს. ყოველ საინტერესო ფრაზას ანიშნავდნენ წითელი მელნით. ყოველ საეჭვოს საუბარს აკოპირებდნენ ცალკე ფურცელზე. ჩვენ ვეძებდით არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს, ხსნის ყოფილი ოფიცერი. ჩვენ ვეძებდით ემოციურ მდგომარეობას. თუ ცოლი ჩიოდა ქმარს, რომ ის ძალიან ბევრს მუშაობდა, ეს იყო ნიშანი. თუ ქმარი ეუბნებოდა ცოლს, რომ დაღლილი იყო პოლიტიკით, ეს იყო ნიშანი. ყველაფერი იყო ნიშანი. ყველაზე საინტერესო ჩანაწერები აღწევდა პირდაპირ სტალინის მაგიდაზე. ყოველ კვირას, პარასკევს, საღამოს 9 საათზე, ის უფროსი მიჰქონდა მას სპეციალურ საქაღალდეს. წითელი ხდით. ოქროს ასოებით, სპეციალური მნიშვნელობის. შიგნით იყო 10-დან 15 გვერდამდე, ყველაზე საინტერესო ამონარიდები კვირის ჩანაწერებიდან. სტალინი კითხულობდა ყველაფერს, იხსენებს მისი ყოფილი მდივანი. ის კითხულობდა ნელა. ყურადღებით. ზოგჯერ ის იცინოდა. ზოგჯერ ის გაბრაზდებოდა. ზოგჯერ ის უბრალოდ აღნიშნავდა რაღაცას და ამბობდა, ეს საინტერესოა. გააგრძელეთ დაკვირვება. მაგრამ ჩანაწერები იყო მხოლოდ ერთი ნაწილი სისტემისა. მეორე ნაწილი იყო უფრო პირადი და უფრო საშინელი. შექმნა ქსელი სპეციალური თანამშრომლებისა, რომლებიც იყვნენ ჩასმული პირდაპირ პარტიული ლიდერების ოჯახებში. ეს არ იყვნენ ჩვეულებრივი ინფორმატორები. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ენდობოდნენ. მეგობრები. ნათესავები. ზოგჯერ თუნდაც საყვარელი ადამიანები. ყველაზე ეფექტური აგენტები იყვნენ ის, ვინც რეალურად უყვარდათ ის ადამიანები, რომლებზეც ისინი აგზავნიდნენ ანგარიშებს, ამბობს ფსიქოლოგი, რომელმაც შეისწავლა ეს ფენომენი. რადგან ისინი იცოდნენ, როგორ მოეპყრათ, იცოდნენ, როგორ დაეყენებინათ სწორი კითხვები. იცოდნენ, როგორ გაეხსნათ ადამიანი ისე, რომ მას არ ეგრძნო, რომ მას იყენებდნენ. როგორ ცხოვრობდნენ ეს ადამიანები ორმაგ ცხოვრებაში. როგორ ინარჩუნებდნენ ისინი სიყვარულს და ღალატს ერთდროულად. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა იყო ანა ლარინას ისტორია. იგი იყო ნიკოლაი ბუხარინის ცოლი. ერთ-ერთი უმთავრესი ბოლშევიკური ლიდერის. 1927 წელს მათ ოჯახში გამოჩნდა ახალი მეგობარი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც მუშაობდა პარტიულ არქივში. მან გაუმეგობრდა ანას. ისინი ატარებდნენ საათებს ერთად, ლაპარაკობდნენ ყველაფერზე. ანა ენდობოდა მას. ანა უზიარებდა მას თავის შიშებს, თავის იმედებს, თავის საიდუმლოებებს. ეს ქალი იყო ის აგენტი, ხსნის ისტორიკოსი. ყოველ საღამოს ანასთან შეხვედრის შემდეგ, იგი მიდიოდა სპეციალურ ბინაში და აკეთებდა დეტალურ ანგარიშს. ყველაფერი, რასაც ანა ამბობდა, ყველაფერი, რასაც ანა გრძნობდა, ყველაფერი აღწევდა ის დოსიეებში. ეს ინფორმაცია გამოიყენეს 1928 წელს, როცა ბუხარინი დააპატიმრეს. გამომძიებლებმა იცოდნენ ყველაფერი, მისი შიშები, მისი სისუსტეები, მისი საიდუმლოებები. ისინი იყენებდნენ ამ ინფორმაციას მის წინააღმდეგ. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ის, რაც მოხდა ანასთან. როცა მან შეიტყო, რომ მისი მეგობარი იყო აგენტი. მან თითქმის გაგიჟდა. ეს არ იყო უბრალოდ ღალატი, ამბობს ფსიქოლოგი. ეს იყო მთელი რეალობის დანგრევა. თუ ადამიანი, რომელსაც შენ ენდობოდი, ყველაზე მეტად იყო ყალბი, მაშინ რა იყო რეალური? თუ შენი ყველაზე ინტიმური საუბრები იყო მოსმენილი, მაშინ რა იყო პირადი? ეს იყო ფსიქოლოგიური ანიჰილაცია. სისტემა ფუნქციონირებდა იმიტომ, რომ ის იყო ყოვლის მომცველი. არ არსებობდა უსაფრთხო სივრცე. არ არსებობდა პირადი მომენტი. თუნდაც საკუთარ სახლში, თუნდაც საკუთარ საწოლში, თუნდაც საკუთარ ფიქრებში, ყოველთვის არსებობდა შესაძლებლობა, რომ ვინმე უსმენდა. ეს იყო პანოპტიკონი, ხსნის სოციოლოგი, იყენებს ფილოსოფოს მიშელ ფუკოს ტერმინს. ციხე, სადაც პატიმრები არასოდეს იცოდნენ, როდის აკვირდებოდნენ მათ. და სწორედ ეს არცოდნა აიძულებდა მათ ყოველთვის იქცეოდნენ ისე. თითქოს მათ აკვირდებოდნენ.
1925 წლიდან 1939 წლამდე შეაგროვა 230-ზე მეტი 1000 გვერდი ანგარიშები პარტიული ლიდერების ოჯახების პირადი ცხოვრების შესახებ. 230.000 გვერდი ინტიმური საუბრებისა, პირადი დრამებისა, ოჯახური კონფლიქტებისა. ეს იყო უდიდესი კოლექცია ადამიანური სისუსტეებისა, რაც ოდესმე შეიქმნა, ამბობს ისტორიკოსი. და სტალინი იყენებდა ამ კოლექციას როგორც იარაღს. როგორ? ერთ-ერთი მეთოდი იყო პრევენციული შანტაჟი. თუ ჰქონდა ინფორმაცია რაიმე კომპრომატის შესახებ, ცოლის ურთიერთობა სხვა მამაკაცთან, ქმრის ფინანსური მანიპულაციები, ოჯახური ძალადობა, ისინი არ იყენებდნენ მას დაუყოვნებლივ. ისინი ინახავდნენ მას. ელოდნენ სწორ მომენტს. ეს იყო როგორც დამოკიდებულის მახვილი, ხსნის ყოფილი ოფიცერი. ადამიანი იცოდა, რომ ეს ინფორმაცია არსებობდა. იცოდა, რომ ნებისმიერ მომენტში მას შეეძლო გამოყენება. და ეს ცოდნა აიძულებდა მას იყოს ლოიალური. მაგრამ იყო კიდევ უფრო ბნელი მხარე სისტემისა. არ უბრალოდ აკვირდებოდა ურთიერთობებს, ისინი ქმნიდნენ მათ. ისინი აწყობდნენ შეხვედრებს. ისინი აწყობდნენ რომანებს. ისინი აწყობდნენ კონფლიქტებს. ეს იყო სოციალური ინჟინერია უმაღლეს დონეზე, ამბობს სოციოლოგი. არ იყო მხოლოდ დამკვირვებელი. ისინი იყვნენ რეჟისორები, რომლებიც აწყობდნენ მთელ სოციალურ რეალობას პარტიის ელიტის გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემთხვევა იყო ოპერაცია ვარდი. 1926 წელს გადაწყვიტა შეამოწმოს ერთ-ერთი პოლიტბიუროს წევრის ლოიალობა. მათ გაგზავნეს ახალგაზრდა მიმზიდველი ქალი, რომელიც შემთხვევით შეხვდა ამ ლიდერს ერთ-ერთ რეცეფციაზე. იგი იყო ჭკვიანი, ხიბლიანი, დაინტერესებული პოლიტიკით. ისინი დაიწყეს საუბარი. შემდეგ კიდევ ერთი შეხვედრა. შემდეგ კიდევ ერთი. ეს ლიდერი არ იცოდა, რომ ეს ქალი იყო ის აგენტი, ხსნის ისტორიკოსი. მან ფიქრობდა, რომ ეს იყო რეალური ურთიერთობა. მან დაიწყო მისთვის საიდუმლოებების გაზიარება. პოლიტიკური საიდუმლოებები. პირადი საიდუმლოებები. ყველაფერი ჩაიწერა. ყველაფერი აღწია სტალინის მაგიდაზე. რამდენიმე თვეში ეს ლიდერი დააპატიმრეს. ბრალდება, ჯაშუშობა. რეალური მიზეზი, სტალინს სურდა მოეშორებინა ის და ამ შექმნა იდეალური საბაბი. ეს იყო სისტემა, რომელიც იკვებებოდა შიშით და ეჭვით. ყოველი ახალი ადამიანი შენს ცხოვრებაში შეიძლებოდა იყოს აგენტი. ყოველი ახალი მეგობრობა შეიძლებოდა იყოს ხაფანგი. ყოველი ახალი სიყვარული შეიძლებოდა იყოს ოპერაცია. ადამიანები ხდებოდნენ პარანოიდულები, ამბობს ფსიქოლოგი. ისინი წყვეტდნენ ნდობას ყველას. ისინი იზოლირებდნენ საკუთარ თავს. მაგრამ ეს იზოლაცია არ იცავდა მათ, რადგან იყო უკვე შიგნით, მათ საკუთარ ოჯახებში, მათ საკუთარ საწოლებში. რამდენი ადამიანი მუშაობდა ამ სისტემაში. ის არქივები გვიჩვენებს, რომ განყოფილება ნომერ 42-ს ჰყავდა 230 აგენტი სრულ განაკვეთზე. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ოფიციალური რიცხვი. რეალურად, თუ ჩავთვლით ყველა ინფორმატორს, ყველა სპეციალურ თანამშრომელს, ყველა ადამიანს, რომელიც ზოგჯერ აგზავნიდა ანგარიშებს, რიცხვი იყო 1000-ზე მეტი. 1000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც აკონტროლებდნენ რამდენიმე ასეულ ოჯახს. ეს იყო უზარმაზარი ბიუროკრატია, ამბობს ისტორიკოსი. ყოველ ანგარიშს უნდა დაეწერა, დაემუშავებინა, დაეკატალოგა, შეენახა. ყოველ ჩანაწერს უნდა მოესმინათ, გადაეწერათ, გაეანალიზებინათ. ეს იყო სრული ინდუსტრია, რომელიც ეძღვნებოდა ერთ მიზანს, კონტროლს პარტიის ელიტის პირად ცხოვრებაზე. რამდენი ფული იხარჯებოდა ამ სისტემაზე? რამდენი რესურსი? რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო ქვეყნის განვითარებისთვის? პასუხი საოცარია. 1927 წლიდან 1939 წლამდე საბჭოთა მთავრობამ დახარჯა დაახლოებით 50 მილიონი რუბლი უზარმაზარი თანხა იმ დროისთვის, მხოლოდ განყოფილება ნომერ 42-ის ფუნქციონირებაზე. ეს იყო მეტი, ვიდრე იხარჯებოდა მთელ საბჭოთა განათლების სისტემაზე იმავე პერიოდში. სტალინისთვის კონტროლი იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე განათლება, ამბობს ეკონომისტი. ის ამჯობინებდა დაეხარჯა ფული იმისთვის, რომ ეცოდინა, რას ლაპარაკობდნენ ადამიანები საკუთარ საძინებლებში, ვიდრე იმისთვის, რომ ააშენა სკოლები. მაგრამ ყველაზე საინტერესო კითხვა არის, რას აკეთებდნენ ამ ყველა ინფორმაციით? როგორ იყენებდა სტალინი 230,000 გვერდს ინტიმური დეტალებისა? პასუხი მდებარეობს მის უნიკალურ მეთოდში მმართველობისა,
სტალინი არ იყენებდა ინფორმაციას დაუყოვნებლივ. ის აგროვებდა მას. ის სწავლობდა მას. ის ქმნიდა ფსიქოლოგიურ პროფილებს თითოეული ლიდერისა და მათი ოჯახების. სტალინს ჰქონდა უნიკალური მეხსიერება, იხსენებს მისი ყოფილი მდივანი. მას შეეძლო გაეხსენებინა დეტალები საუბრებიდან, რომლებიც მოხდა წლების წინ. მას შეეძლო გამოეყენებინა ეს დეტალები სწორ მომენტში, სწორი ეფექტისთვის. მაგალითად, თუ ლიდერი ეწინააღმდეგებოდა მის გადაწყვეტილებას პოლიტბიუროს სხდომაზე, სტალინი შეიძლებოდა უეცრად ახსენოს რაღაც პირადი, რაც მხოლოდ ამ ლიდერმა და მისმა ცოლმა იცოდნენ. ეს იყო გზავნილი, მე ვიცი ყველაფერი შენ შესახებ. ეს ტექნიკა იყო უზარმაზარად ეფექტური. როცა შენ აცნობიერებ, რომ სტალინმა იცის შენი ყველაზე ინტიმური საიდუმლოებები, ხსნის ფსიქოლოგი, შენ კარგავ ყოველგვარ განცდას პირადი ავტონომიისა. შენ გრძნობ, რომ შენი მთელი ცხოვრება არის გამჭვირვალე მისთვის. და ეს გრძნობა აიძულებს შენ იყო მორჩილი. ეს იყო ფსიქოლოგიური დომინაცია უმაღლეს დონეზე. მაგრამ რა ხდებოდა იმ ინფორმაციით, რომელიც არ იყო გამოყენებული? რა ხდებოდა იმ ათასობით გვერდით, რომლებიც არასოდეს არ აღწია სტალინის მაგიდაზე? ისინი ინახებოდა სპეციალურ საცავში, სპეციალურ პირობებში. ეს იყო როგორც ბომბი ჩამაგრებული დროზე, ამბობს ისტორიკოსი. ინფორმაცია, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, თუნდაც წლების შემდეგ. და ეს მართლაც ხდებოდა. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სტალინმა დაიწყო ახალი ტერორის ტალღა. ბევრი ლიდერი, რომელიც გადარჩა დიდ ტერორს, დააპატიმრეს ახლა. და ბრალდებები ეფუძნებოდა ინფორმაციას, რომელიც შეგროვდა 10, 15, თუნდაც 20 წლის წინ. სტალინი არაფერს არ ივიწყებდა, ამბობს ისტორიკოსი. ყოველი საიდუმლო, ყოველი სისუსტე, ყოველი შეცდომა, ყველაფერი ინახებოდა, ელოდა თავის მომენტს. როგორ გრძნობდნენ თავს ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ სისტემაში? როგორ შეეძლოთ მათ შეენარჩუნებინათ ნებისმიერი განცდა ნორმალურობისა, როცა მათი მთელი ცხოვრება იყო კონტროლირებადი? ერთ-ერთი გადარჩენილი აღწერს ამას როგორც ცხოვრებას აკვარიუმში. შენ ხედავ გარე სამყაროს, ამბობს იგი. მაგრამ შენ ვერ შეეხები მას. შენ ყოველთვის ხარ მინის უკან. და ყოველთვის არის ვინმე, ვინც გიყურებს შენ. ეს მდგომარეობა იწვევდა სპეციფიკურ ფსიქოლოგიურ ეფექტებს. ბევრი ადამიანი ვითარდებოდა, რასაც ფსიქოლოგები უწოდებენ გაორებულ პიროვნებას. ერთი პიროვნება იყო საჯარო, კონტროლირებადი, მორჩილი, ლოიალური. მეორე პიროვნება იყო პირადი, შეშფოთებული, ეჩვიანი, დეპრესიული. პრობლემა იყო ის, ხსნის ფსიქოლოგი, რომ დროთა განმავლობაში ეს ორი პიროვნება იწყებდა შერევას. ადამიანები კარგავდნენ განცდას, თუ რომელი იყო რეალური. ბავშვები, რომლებიც გაიზარდნენ ამ სისტემაში, განიცდიდნენ კიდევ უფრო მძიმე შედეგებს. ისინი სწავლობდნენ ადრეული ასაკიდან, რომ არაფერი არ იყო პირადი. რომ ყოველი სიტყვა შეიძლებოდა გამოყენებულიყო მათ წინააღმდეგ. რომ ნდობა იყო საშიში. ეს იყო თაობა, რომელიც დაიბადა პარანოიაში, ამბობს ფსიქოლოგი. ისინი არასოდეს იცნობდნენ, რას ნიშნავდა ცხოვრება ნორმალურ, ჯანსაღ ოჯახში. მათთვის კონტროლი და სათვალთვალო იყო ნორმა. მაგრამ იყო თუ არა წინააღმდეგობა? იყო თუ არა ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ებრძოლათ ამ სისტემას? პასუხი რთულია. ღია წინააღმდეგობა იყო შეუძლებელი, ის ნიშნავდა დაუყოვნებელ დაპატიმრებას. მაგრამ იყო ფორმები ჩუმი წინააღმდეგობისა. ზოგიერთი ოჯახი ვითარებდა კოდებს, სპეციალურ ენას, რომელსაც მხოლოდ ისინი ესმოდნენ. ზოგიერთი იყენებდა იუმორს, ისინი ამბობდნენ ანეკდოტებს მიკროფონებისთვის, იცოდნენ, რომ ის ოფიცრები უსმენდნენ. ეს იყო პატარა აქტები დეფიანსისა, ამბობს ისტორიკოსი. ისინი არ ცვლიდნენ სისტემას. მაგრამ ისინი ეხმარებოდნენ ადამიანებს შეენარჩუნებინათ განცდა საკუთარი ღირსებისა. განცდა, რომ ისინი იყვნენ მეტი, ვიდრე უბრალოდ ობიექტები კონტროლისა. ეს იყო ფსიქოლოგიური გადარჩენის მექანიზმი, პატარა გზები შეენარჩუნებინათ ადამიანურობა სისტემაში, რომელიც ცდილობდა მის განადგურებას. ყველაზე ძლიერი ფორმა წინააღმდეგობისა იყო მეხსიერება. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ სისტემაში, იცოდნენ, რომ ერთ დღეს ის დასრულდებოდა. ისინი იცოდნენ, რომ ერთ დღეს მათ მოუწევდათ მოყოლა თავიანთი ისტორიები.
და ისინი ინახავდნენ ამ ისტორიებს თავიანთ მეხსიერებაში, ელოდნენ სწორ მომენტს. ჩვენ ვიცოდით, რომ ჭეშმარიტება ერთ დღეს გამოვიდოდა. ამბობს გადარჩენილი. და ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენი მოვალეობა იყო შეგვენარჩუნებინა ეს ჭეშმარიტება, რათა მომავალმა თაობებმა იცოდნენ რა მოხდა. ეს მეხსიერება, ეს ჩუმი წინააღმდეგობა, ეს უარი დაივიწყოთ, ეს იყო ის, რაც საბოლოოდ დაამარცხა სტალინის სისტემა. არა დაუყოვნებლივ. არა მისი სიცოცხლის დროს. მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა გადარჩენილები დაიწყა საუბარს, როცა არქივები გაიხსნა, როცა ჭეშმარიტება დაიწყო გამოსვლას, მაშინ მთელი სამყარო შეიტყო, რა ხდებოდა რეალურად კრემლის კედლებს მიღმა. რა ხდებოდა საძინებლებში, სადაც ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ისინი იყვნენ მარტო. რა ხდებოდა გულებში, რომლებიც იყო გატეხილი სისტემის მიერ, რომელიც აქცევდა სიყვარულს იარაღად და ინტიმურობას პოლიტიკურ ინსტრუმენტად. 1959 წლის მარტის 5-ს, ზუსტად 2 საათზე დილით, ლუბიანკის სამხრეთ ფრთაში დაიწყო რაღაც უჩვეულო. 30-ზე მეტი ის ოფიცერი შევიდა სპეციალურ საცავში იქ, სადაც ინახებოდა განყოფილება ნომერ 42-ის არქივები. მათ ჰქონდათ სპეციალური ბრძანება, ხელმოწერილი პირდაპირ ლავრენტი ბერიას მიერ, განადგურება დაუყოვნებლივ. რას ანადგურებდნენ ისინი? რატომ სწორედ ამ ღამეს, როცა სტალინი იწვა კომაში თავის დაჩაში? და ყველაზე მთავარი, რა დარჩა იმ დოკუმენტებიდან, რომლებიც უნდა განადგურებულიყო, მაგრამ რატომღაც გადარჩა? დღეს, პირველად ყოფილი არქივარიუსი, რომელიც იყო იმ ღამეს ლუბიანკაში, საუბრობს იმაზე, რაც მან დაინახა. მისი ამბავი შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით, რომ იცოდით სტალინის კონტროლის სისტემის შესახებ. ჩვენ ვწვავდით დოკუმენტებს 3 დღის განმავლობაში, იხსენებს ვლადიმირ, რომელიც იმ დროს იყო 30 წლის ახალგაზრდა ლეიტენანტი. მაგრამ არა ყველა დოკუმენტს. ბერიას ჰქონდა სპეციალური სია, რომელი დოსიეები უნდა განადგურებულიყო პირველ რიგში. ეს იყო დოსიეები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას თავად პოლიტბიუროს წევრების შესახებ. განსაკუთრებით, მათი ოჯახების შესახებ. რატომ? რა იყო ამ დოსიეებში, რაც იყო ისეთი საშიში, რომ უნდა განადგურებულიყო სტალინის სიკვდილამდე? პასუხი მდებარეობს იმაში, რასაც ბერია გეგმავდა. ის იცოდა, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ დაიწყებოდა ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ის იცოდა, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებული იქნებოდა ის, ვისაც ჰქონდა ყველაზე მეტი ინფორმაცია სხვების შესახებ. და ის იცოდა, რომ განყოფილება ნომერ 42-ის არქივები იყო ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც არსებობდა. ბერია არ ანადგურებდა ყველა დოკუმენტს, ხსნის ისტორიკოსი. ის ანადგურებდა მხოლოდ იმ დოკუმენტებს, რომლებიც შეეხებოდა მას და მის მოკავშირეებს. დანარჩენი ის ინახავდა, როგორც შანტაჟის მასალას. მაგრამ რაღაც წავიდა არასწორად. 3 დღის განმავლობაში, სანამ ისინი წვავდნენ დოკუმენტებს, ერთ-ერთმა ახალგაზრდა ოფიცერმა, რომელიც არ იყო ბერიას ადამიანი, გადაწყვიტა გადაარჩინა რაღაც. მე ვიცოდი, რომ ეს იყო ისტორია, ამბობს ეს ოფიცერი, რომელიც ახლა ცხოვრობს სხვა ქვეყანაში და ითხოვს ანონიმურობას. მე ვიცოდი, რომ თუ ყველაფერი განადგურდებოდა, არავინ არასოდეს იცოდა რა მართლა ხდებოდა. ამიტომ მე აღვიღე რამდენიმე დოსიე. არა ბევრი, მხოლოდ ის, რაც შემეძლო დამემალა ჩემს ქურქში. და გავიტანე ისინი. რა იყო ამ დოსიეებში? პირველი დოსიე, რომელიც გადარჩა, შეეხებოდა ვიაჩესლავ მოლოტოვის ოჯახს. ის შეიცავდა 230-ზე მეტ გვერდს ანგარიშებს პოლინა ჟემჩუჟინას პირადი ცხოვრების შესახებ, 1925 წლიდან 1958 წლამდე. ყოველი საუბარი, ყოველი შეხვედრა, ყოველი წერილი. როცა მე წავიკითხე ეს დოსიე, ამბობს ისტორიკოსი, რომელმაც შეისწავლა ის 1990-იან წლებში, მე მივხვდი, რომ პოლინა არ იყო დაპატიმრებული იმიტომ, რომ ის იყო ციონისტი. ის დაპატიმრეს იმიტომ, რომ მან გაბედა ეთქვა სტალინს, არა ერთ საკითხში. რა საკითხში? 1957 წელს, ერთ-ერთ პოლიტბიუროს სხდომაზე, სტალინმა შესთავაზა ახალი კანონი, რომელიც კრძალავდა ქალებს მუშაობას გარკვეულ პოზიციებზე. პოლინა, რომელიც იმ დროს იყო ტექსტილის ინდუსტრიის სახალხო კომისარი, ეწინააღმდეგა. არა, საჯაროდ, არა. მაგრამ კერძოდ სახლში მან უთხრა მოლოტოვს, რომ ეს იყო უსამართლო. მოლოტოვმა არაფერი უთხრა სტალინს. მაგრამ გის მიკროფონები ჩაწერეს ყველაფერს. ეს იყო საკმარისი ხსნის ისტორიკოსი. სტალინისთვის ქალი, რომელიც აკრიტიკებდა მის გადაწყვეტილებას, თუნდაც კერძოდ იყო მტერი. მეორე დოსიე, რომელიც გადარჩა, იყო კიდევ უფრო საშინელი. ის შეეხებოდა ანასტასია მიკოიანის ოჯახს.
ანასტასია იყო ანასტას მიკოიანის ცოლი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი საბჭოთა კავშირში. დოსიე შეიცავდა დეტალურ აღწერას მათი ქორწინების და განსაკუთრებით ანასტასიას ურთიერთობას ერთ ახალგაზრდა პოეტთან. ეს არ იყო რომანი ხსნის ისტორიკოსი. ეს იყო უბრალოდ მეგობრობა. ანასტასია უყვარდა პოეზია. ეს პოეტი ხშირად სტუმრობდა მათ სახლს. ისინი ლაპარაკობდნენ ლიტერატურაზე. არაფერი მეტი. მაგრამ ის ანგარიშებში ეს მეგობრობა იყო წარმოდგენილი როგორც საეჭვო კავშირი. ყოველი შეხვედრა იყო აღწერილი როგორც საიდუმლო რანდევუ. ყოველი საუბარი იყო ინტერპრეტირებული როგორც ანტისაბჭოთა აგიტაცია. ეს იყო სრული დისტორსია რეალობისა, ამბობს ისტორიკოსი. გის აგენტები არ აღწერდნენ, რას ხედავდნენ. ისინი აღწერდნენ, რასაც სტალინი სურდა ესმოდა. და რას სურდა სტალინს? ის სურდა ესმოდა, რომ თუნდაც ყველაზე ლოიალური ლიდერების ცოლები იყვნენ პოტენციური მოღალატეები. მესამე დოსიე იყო ყველაზე პირადი. ის შეეხებოდა თავად სტალინის ოჯახს, მის შვილებს, მის მეორე ცოლის ნათესავებს. ის შეიცავდა ანგარიშებს იმის შესახებ, რას ლაპარაკობდნენ ისინი სტალინზე კერძოდ. ეს დოსიე აჩვენებდა, რომ თუნდაც სტალინის საკუთარი ოჯახი შიშობდა მას, ამბობს ისტორიკოსი. მისი შვილები, მისი რძალები, მისი შვილიშვილები, ყველა ისინი ცხოვრობდნენ მუდმივ შიშში. ისინი იცოდნენ, რომ ყოველი სიტყვა, რომელსაც ისინი ამბობდნენ, შეიძლებოდა გამოყენებულიყო მათ წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დოკუმენტი ამ დოსიეში იყო ანგარიში 1952 წლის ნოემბრიდან. სტალინის უფროსი ვაჟი, იაკოვი იყო გერმანულ ტყვეობაში. გერმანელები შესთავაზეს გაცვლა, იაკოვი გერმანულ ფელდმარშალზე. სტალინმა უარი თქვა. მისი ოჯახი, განსაკუთრებით იაკოვის ცოლი, იყო გაოცებული და გაბრაზებული. ისინი ლაპარაკობდნენ ამაზე კერძოდ სახლში. ჩაწერა ყველაფერი. ანგარიში აჩვენებდა, რომ სტალინის საკუთარი ოჯახი თვლიდა მას ცივად და უგრძნობად, ხსნის ისტორიკოსი. მაგრამ არავინ არასოდეს გაბედა ეთქვა ეს მისთვის პირდაპირ. ეს სამი დოსიე და კიდევ რამდენიმე სხვა, რომლებიც გადარჩა, გახსნილ იქნა მხოლოდ 1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მათმა გამოქვეყნებამ გამოიწვია შოკი. ადამიანები არ იცოდნენ, რომ კონტროლი იყო ამდენად ყოვლისმომცველი, ამბობს ისტორიკოსი. ისინი არ იცოდნენ, რომ თუნდაც ყველაზე ძლიერი ადამიანები საბჭოთა კავშირში იყვნენ მუდმივი სათვალთვალოს ქვეშ. ისინი არ იცოდნენ, რომ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, არ იყო პირადი. მაგრამ ეს დოსიეები იყო მხოლოდ მცირე ნაწილი იმისა, რაც არსებობდა. უმეტესობა განადგურდა იმ სამ დღეში 1959 წლის მარტში. რამდენი ინფორმაცია დაიკარგა. რამდენი საიდუმლო წავიდა კვამლში. ჩვენ ვწვავდით დაახლოებით 50,000 გვერდს. იხსენებს ვლადიმირ, ეს იყო 30 წლის ისტორია პარტიის ელიტის პირადი ცხოვრებისა. 30 წლის საიდუმლოებები, ტრაგედიები, ღალატები. ყველაფერი კვამლად. რატომ არ შეეცადა არავინ შეეჩერებინა ეს? რატომ არავინ არ გაბედა ეთქვა, არა ბერიას? პასუხი მარტივია, შიში. ჩვენ ყველანი ვიცოდით, რომ ბერია იყო ისეთივე საშიში, როგორც სტალინი, ამბობს ყოფილი ოფიცერი. ჩვენ ვიცოდით, რომ თუ ვეწინააღმდეგებოდით მას, ჩვენც გავხდებოდით მსხვერპლები. ამიტომ ჩვენ ვაკეთებდით, რასაც გვიბრძანებდნენ. ჩვენ ვწვავდით ისტორიას და ვცდილობდით არ ვიფიქროთ იმაზე, რასაც ვაკეთებდით. მაგრამ იყო ერთი რამ, რასაც ბერია ვერ განადგურებდა, მეხსიერება. ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ სისტემის მსხვერპლები, ინახავდნენ თავიანთ ისტორიებს. ისინი ელოდნენ მომენტს, როცა შეეძლებოდათ საუბარი. და როცა ეს მომენტი მოვიდა, 1955 წლის შემდეგ, როცა ბერია თავად დააპატიმრეს და მოკლეს. შემდეგ 1956 წლის შემდეგ, როცა ხრუშჩოვმა დაიწყო დესტალინიზაცია, ადამიანები დაიწყა საუბარს. არა ყველა. არა დაუყოვნებლივ. მაგრამ ნელ-ნელა, ფრთხილად ისინი იწყებდნენ გაზიარებას თავიანთი ამბების. ჩემი დედა არასოდეს საუბრობდა იმაზე, რაც მოხდა მასთან ლაგერში, ამბობს ერთ-ერთი გადარჩენილის ქალიშვილი. მაგრამ ზოგჯერ ღამით მე ვიგონებდი მას ტირილში. და ზოგჯერ, როცა ის ფიქრობდა, რომ არავინ უსმენდა, ის ლაპარაკობდა საკუთარ თავთან. ის იხსენებდა სახელებს. ის იხსენებდა თარიღებს. ის იხსენებდა დეტალებს იმისა, რაც მოხდა მასთან და სხვა ქალებთან, რომლებიც იყვნენ მასთან ერთად.
ეს მეხსიერება, ეს უარი დაივიწყოს იყო ერთადერთი რამ, რაც ბერიას არ შეეძლო განედგურებინა. დღეს ისტორიკოსები აგრძელებენ ძებნას დოკუმენტებისა, რომლებიც შეიძლება გადარჩა. ისინი ეძებენ კერძო არქივებში, ოჯახურ კოლექციებში, თუნდაც ძველ სახლების კედლებში. და ზოგჯერ ისინი პოულობენ რაღაცას. 1995 წელს მოსკოვში ერთი ძველი სახლის რემონტის დროს მშენებლებმა იპოვეს დამალული საიდუმლო ნიშა კედელში. შიგნით იყო ძველი ხუთი. ხუთში იყო დოკუმენტები, წერილები, დღიურები, ფოტოები. ისინი ეკუთვნოდა ერთ-ერთ ქალს, რომელიც დააპატიმრეს 1927 წელს. ეს ქალი იცოდა, რომ მას დააპატიმრებდნენ, ხსნის ისტორიკოსი, რომელმაც შეისწავლა ეს დოკუმენტები. ის იცოდა, რომ მოვიდოდა მისთვის. ამიტომ მან დამალა ყველაფერი, რაც სურდა შეენარჩუნებინა, მისი წერილები, მისი ფიქრები, მისი ისტორია. მან დატოვა გზავნილი მომავალი თაობებისთვის. რა იყო ეს გზავნილი? ბოლო გვერდზე დაწერილი ფანქრით იყო ერთი წინადადება, არ დაივიწყოთ რა მოხდა ჩვენთან. არ დაუშვათ ეს კიდევ ერთხელ მოხდეს. ეს გზავნილი რეზონანსს იძენს დღესაც. რადგან ის, რაც მოხდა სტალინის დროს, არ იყო უბრალოდ ისტორია. ეს იყო გაფრთხილება. გაფრთხილება იმის შესახებ, რაც ხდება, როცა სახელმწიფო იწყებს კონტროლს ადამიანების პირად ცხოვრებაზე. როცა ინტიმურობა ხდება პოლიტიკური. როცა სიყვარული ხდება იარაღი. როცა ოჯახი ხდება ბრძოლის ველი. ჩვენ უნდა გავიხსენოთ ეს, ამბობს ისტორიკოსი. არა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ცხოვრება წარსულში. არამედ იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისგან უნდა დავიცვათ თავი მომავალში. წარმოიდგინეთ ოთახი ლუბიანკის სამხრეთ ფრთაში, სადაც კედლები დაფარულია თაროებით იატაკიდან ჭერამდე. თითოეულ თაროზე, ასობით საქაღალდე. თითოეულ საქაღალდეში, ასობით გვერდი. ყოველ გვერდზე, ერთი ადამიანის ცხოვრება, ერთი ოჯახის საიდუმლოება, ერთი ტრაგედიის ისტორია. ეს იყო განყოფილება ნომერ 42-ის მთავარი არქივი, ადგილი, სადაც ინახებოდა ყველაფერი. რაც შეაგროვა პარტიის ელიტის პირადი ცხოვრების შესახებ 30 წლის განმავლობაში. მაგრამ რა ხდებოდა ამ დოკუმენტებთან სტალინის სიკვდილის შემდეგ? ვინ ჰქონდა წვდომა მათზე? რა საიდუმლოებები ინახება მათში დღესაც? და ყველაზე მთავარი, რატომ ზოგიერთი დოსიე დღემდე დახურულია 7 წლის შემდეგაც კი? არქივი იყო ძალაუფლება, ამბობს ყოფილი კიევის ოფიცერი, რომელიც მუშაობდა ამ არქივში 1970-იან წლებში. ვინც აკონტროლებდა არქივს, აკონტროლებდა ისტორიას. და ვინც აკონტროლებდა ისტორიას, აკონტროლებდა მომავალს. სტალინის სიკვდილის შემდეგ პირველი რამ, რაც გააკეთა ბერიამ, იყო არქივის კონტროლის აღება. მან დანიშნა თავისი ადამიანები. მან შეცვალა ყველა საკეტი. მან შექმნა ახალი წესები, ვინ შეიძლებოდა შესულიყო, რა შეიძლებოდა წაეკითხა. რა შეიძლებოდა გაეტანა. მაგრამ ბერიას მმართველობა გაგრძელდა მხოლოდ რამდენიმე თვე. 1959 წლის ივნისში მას დააპატიმრეს. 1959 წლის დეკემბერში მას მოკლეს. და კვლავ დაიწყო ბრძოლა არქივის კონტროლისთვის. ყველა ლიდერი იცოდა, რომ ამ არქივში იყო ინფორმაცია მათ შესახებ, ხსნის ისტორიკოსი. ყველა ლიდერი იცოდა, რომ ეს ინფორმაცია შეიძლებოდა გამოყენებულიყო მათ წინააღმდეგ. ამიტომ ყველა ლიდერი ცდილობდა მოეპოვებინა წვდომა და განედგურებინა საკუთარი დოსიე. ზოგიერთმა წარმატებას მიაღწია. მოლოტოვმა, მაგალითად, შეძლო წაეშალა ზოგიერთი დოკუმენტი თავისი ცოლის დოსიიდან. მაგრამ არა ყველა. პრობლემა იყო ის, ხსნის ყოფილი არქივარიუსი, რომ ყოველ დოკუმენტს ჰქონდა რამდენიმე ასლი. ერთი იყო მთავარ არქივში. მეორე იყო სარეზერვო არქივში მოსკოვის გარეთ. მესამე იყო სპეციალურ საცავში კიევის შტაბში. თუ შენ განადგურებდი ერთს, დარჩებოდა ორი სხვა. ეს იყო სისტემა, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ არაფერი დაკარგულიყო. რომ ყველაფერი შენარჩუნებულიყო. რომ ყველაფერი შეიძლებოდა გამოყენებულიყო. 1956 წელი იყო გარდამტეხი. ნიკიტა ხრუშჩოვმა გამოაცხადა თავისი ცნობილი მოხსენება პიროვნების კულტისა და მისი შედეგების შესახებ. მან დაგმო სტალინი. მან დაგმო ტერორი. მან დაპირდა რეფორმებს. მაგრამ რა მოხდა არქივთან? ხრუშჩოვი არ გახსნა არქივებს, ამბობს ისტორიკოსი. ის გახსნა მხოლოდ ზოგიერთ დოსიეს, იმ დოსიეებს, რომლებიც ემსახურებოდა მის პოლიტიკურ მიზნებს.
დანარჩენი დარჩა დახურული. რატომ? რადგან ხრუშჩოვი თავად იყო ნაწილი სისტემისა. ის თავად მონაწილეობდა ტერორში. და ის არ სურდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. მაგრამ ზოგიერთი დოკუმენტი მაინც გამოვიდა. 1956-დან 1964 წლამდე, დესტალინიზაციის პერიოდში, რამდენიმე ათასი დოსიე გახსნილ იქნა. ადამიანები, რომლებიც დააპატიმრეს უსამართლოდ რეაბილიტირდნენ. ოჯახები, რომლებიც განადგურდა მიიღეს ოფიციალური ბოდიში. მაგრამ ეს იყო მხოლოდ მცირე ნაწილი. უმეტესობა დოსიეებისა დარჩა დახურული, ამბობს ისტორიკოსი. განსაკუთრებით ის დოსიეები, რომლებიც შეეხებოდა პარტიის ელიტის პირად ცხოვრებას. ის დოსიეები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას ინტიმური ურთიერთობების, ოჯახური კონფლიქტების, პირადი საიდუმლოებების შესახებ. რატომ? რადგან ეს ინფორმაცია იყო ძალიან საშიში. არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებზეც ის იყო, მათგან ბევრი უკვე მკვდარი იყო. არამედ მთელი სისტემისთვის. თუ ეს დოკუმენტები გამოქვეყნდებოდა, ხსნის პოლიტოლოგი, ადამიანები დაინახავდნენ, რამდენად ღრმად შეღწეულიყო სახელმწიფო მათ პირად ცხოვრებაში. ისინი დაინახავდნენ, რომ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, არ იყო პირადი. და ეს შეიძლებოდა გამოეწვია კითხვები. საშიში კითხვები. კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად განსხვავდებოდა საბჭოთა სისტემა იმ სისტემებისგან, რომლებსაც ის აკრიტიკებდა. 1965 წელს ხრუშჩოვი გადააყენეს. ლეონიდ ბრეჟნევი მოვიდა ძალაუფლებაში. და არქივები კვლავ დაიხურა. ბრეჟნევის ეპოქა იყო სტაგნაციის ეპოქა, ამბობს ისტორიკოსი. არაფერი არ იცვლებოდა. არაფერი არ ხდებოდა. და არქივები იყო ნაწილი ამ სტაგნაციისა. ისინი უბრალოდ იწვნენ იქ დახურული, დაბეჭდილი, დავიწყებული. მაგრამ არა სრულიად დავიწყებული. კგბ აგრძელებდა მათ გამოყენებას. არა საჯაროდ, არა. მაგრამ კერძოდ როგორც ინსტრუმენტი კონტროლისა. თუ ვინმე ხდებოდა ძალიან კრიტიკული, ძალიან დამოუკიდებელი, ძალიან საშიში, ხსნის ყოფილი კგბ-ის ოფიცერი, ჩვენ ხსნიდით არქივებს. ჩვენ ვეძებდით რაღაცას მის ოჯახის ისტორიიდან. რაღაცას, რაც შეიძლებოდა გამოყენებულიყო მის წინააღმდეგ. ზოგჯერ ეს იყო ინფორმაცია მის მშობლების შესახებ. ზოგჯერ მის ბებია-ბაბუის შესახებ. ზოგჯერ მის ცოლის ან ქმრის შესახებ. ყოველთვის იყო რაღაც. რადგან სისტემა შეაგროვებდა ყველაფერს. ეს პრაქტიკა გაგრძელდა 1990-იან წლებშიც კი საბჭოთა კავშირის დაშლის წინ. ჩვენ ვიყენებდით არქივებს როგორც იარაღს, აღიარებს ყოფილი ოფიცერი. არა ფიზიკურ იარაღს, არა. ფსიქოლოგიურ იარაღს. ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ ჩვენ გვქონდა ინფორმაცია მის ოჯახის შესახებ, იყო უფრო მორჩილი. უფრო ფრთხილი. უფრო კონტროლირებადი. ეს იყო სტალინის მემკვიდრეობა, არა მხოლოდ დოკუმენტები. არამედ მთელი ფილოსოფია კონტროლისა. 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა. ახალი ეპოქა დაიწყო. და ადამიანები დაიწყეს მოთხოვნა, გახსენით არქივები. გვაჩვენეთ ჭეშმარიტება. მოგვიყევით რა მართლა ხდებოდა. ეს იყო ძალიან რთული პროცესი, ამბობს ისტორიკოსი, რომელიც მონაწილეობდა არქივების გახსნაში. რადგან ბევრი ადამიანი, რომლებიც იყვნენ ძალაუფლებაში ახალ რუსეთში, თავად იყვნენ ნაწილი ძველი სისტემისა. ისინი არ სურდათ, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. მაგრამ ზოგიერთი არქივი მაინც გაიხსნა. 1982-დან 1994 წლამდე ისტორიკოსებმა მიიღეს წვდომა ათასობით დოსიეზე. ისინი იპოვეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა იმას, რასაც გადარჩენილები ამბობდნენ წლების განმავლობაში. ისინი იპოვეს მტკიცებულებების სისტემისა, რომელიც აკონტროლებდა ყველაფერს. ეს იყო შოკი, ამბობს ისტორიკოსი. თუნდაც ჩვენთვის, რომლებიც ვიცოდით, რომ სისტემა იყო რეპრესიული. ეს იყო შოკი. რადგან ჩვენ არ ვიცოდით, რამდენად ღრმად შეღწეულიყო ის ადამიანების პირად ცხოვრებაში. მაგრამ არა ყველა არქივი გაიხსნა. დღესაც 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ ზოგიერთი დოსიე რჩება დახურული. არსებობს კატეგორია დოკუმენტებისა, რომლებიც კვლავ არის კლასიფიცირებული, ამბობს ისტორიკოსი. ეს არის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ადამიანების შესახებ, რომლებიც კვლავ ცოცხალნი არიან. ან მათი შვილების შვილიშვილების შესახებ. რუსეთის მთავრობა ამბობს, რომ ეს არის პირადი ინფორმაციის დაცვა.
მაგრამ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის ისტორიის დამალვა. რა არის ამ დახურულ დოსიეებში? რა საიდუმლოებები ინახება მათში? ჩვენ ვიცით, რომ არსებობს დოსიეები ბრეჟნევის ოჯახზე, ამბობს ისტორიკოსი. ვიცით, რომ არსებობს დოსიეები ანდროპოვის, ჩერნენკოს, თუნდაც ადრეული გორბაჩოვის ოჯახებზე. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ცუდომა მათზე. და არავინ არ გვეუბნება, როდის გვექნება. ეს არის ისტორია, რომელიც კვლავ ელოდება თავის გამოცხადებას. ისტორია, რომელიც შეიძლება შეცვალოს ჩვენი გაგება იმისა, რა მართლა ხდებოდა საბჭოთა კავშირში. მაგრამ თუნდაც ის, რაც უკვე ცნობილია, არის საკმარისი იმისთვის, რომ გავიგოთ მასშტაბი სტალინის სისტემისა. სისტემისა, რომელიც აქცევდა პირად ცხოვრებას პოლიტიკურ იარაღად. რომელიც აქცევდა ინტიმურობას კონტროლის ინსტრუმენტად. რომელიც აქცევდა სიყვარულს საშიშროებად. ეს იყო სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა ერთ იდეას, ამბობს ფილოსოფოსი. იდეას, რომ არაფერი არ უნდა იყოს პირადი. რომ ყველაფერი უნდა იყოს პოლიტიკური. რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა უფლება იცოდეს ყველაფერი ყველას შესახებ. და ეს იდეა, ეს ფილოსოფია არ დამარხულა სტალინთან ერთად. ის გაგრძელდა. ის ევოლუციონირდა. ის ადაპტირდა ახალ დროებთან. დღეს, როცა ჩვენ ვცხოვრობთ ციფრული სათვალთვალოს ეპოქაში, როცა ჩვენი ყოველი მოძრაობა, ყოველი საუბარი, ყოველი კლიკი შეიძლება იყოს თვალყურის დევნებული, ჩვენ უნდა გავიხსენოთ სტალინის არქივები. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რა მოხდა, როცა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მას ჰქონდა უფლება იცოდეს ყველაფერი. ჩვენ უნდა გავიხსენოთ და ვიკითხოთ საკუთარ თავს, ვართ თუ არა ჩვენ ისევ იმავე გზაზე. ვქმნით თუ არა ჩვენ ახალ არქივებს, რომლებიც ერთ დღეს შეიძლება გამოყენებულ იქნას ჩვენს წინააღმდეგ. და თუ ასეა, რას ვაპირებთ ამის შესახებ?